დაიწერეთ ზღაპარიყოს YouTube არხი. იყო და არა იყო რა. დიდ მთებს შორის იყო ერთი პატარა სოფელი. ეს ადგილი სავსე იყო სიმწვანით, მზის სხივებით და ხალისიანი ადამიანებით. სწორედ ამ სოფელში ცხოვრობდა ერთი პატარა გოგონა, რომლის სილამაზეზეც ლეგენდები დადიოდა. მისი თვალები ცისფერი იყო, როგორც ზაფხულის მოწმენდილი ცა, თმა კი ოქროსფრად უბწყინავდა. დედას და ბებიას ისეთი სიყვარულით უყვარდათ, რომ ყველაფერს უსრულებდნენ. ბებია განსაკუთრებით თავს ევლებოდა შვილიშვილს და ერთ დღეს სიყვარულის ნიშნად მისთვის წითელი ნაქსოვი ქუდი აჩუქა. ეს ქუდი ისე უხდებოდა, რომ გოგონა თავიდან აღარ იხსნიდა, ამიტომ სოფლის ყველა მცხოვრები მას პაწია წითელ ქუდას ეძახდა. წითელ ქუდამ ზღაპრულად ბედნიერად გაატარა ბავშვობა, რომელიც სავსე იყო მშობლების ალერსითა და ბებიის თბილი ამბებით. ერთ მშვენიერ დღეს, როცა დედამ გემრიელი ქადა გამოაცხო, წითელ ქუდას საგანგებო დავალება მისცა. ჩემო პატარა, ჩემო სიხარულო, გავიგე რომ ბებია ჩვენი შეუძლოდ გამხდარა. გთხოვ, წაუღე ეს ქადა და 1 კილა ერბო, რომ ძალა მოეკრიბოს. გზაში ფრთხილად იყავი და უცხო ადამიანებს არ ელაპარაკო. დედამ შველს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ გზიდან არ გადაეხვია და პირდაპირ ბებიის სახლისკენ წასულიყო. წითელ ქუდამ დიდი სიხარულით აიღო კალათა და მხიარულად გაემართა გზაზე. მას ბებია ძალიან ენატრებოდა და მისი ნახვა უზომოდ უნდოდა. გუგუნა გზას ისე მიუყვებოდა, თითქოს მღეროდა კიდეც. ტყის სიჩუმეს მისი ნაბიჯების ხმა და ფოთლების შრიალი არღვევდა. ტყის სიღრმეში შესული წითელ ქუდა მოულოდნელად ერთ დიდ და ბოროტ მგელს გადაეღარა. მგელი მშიერი იყო და წითელ ქუდას დანახვისას პირზე ნერწყვი მოადგა, მაგრამ შეეშინდა, რადგან იცოდა, რომ ახლოს ტყის მჭვრელები მუშაობდნენ. მან თავისი ბოროტი გეგმა მოიფიქრა და გადაწყვიტა, გოგონა ეშმაკობით გამოეყენებინა. გამარჯობა, ჩემო პატარა. ასე მარტო, სად მიემართები? თქვა მგელმა მეგობრული ხმით. საბრალო წითელ ქუდას, რომელსაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა ცხოვრებისეული გამოცდილება, დაავიწყდა დედის გაფრთხილება. მან უშიშრად უპასუხა. ბებიასთან მივდივარ, ავად არის. დედამ ქადა და ერბო გამომატანა, რომ გამოჯამშთელებაში დავეხმარო. სად ცხოვრობს ბებია შენი? აგერ, იმ წისქვილის უკან, სოფლის განაპირას, ის პატარა სახლია, სარკმლიდან რომ ჩანს. მგელმა როცა ყველაფერი გაარკვია, ეშმაკურად შესთავაზა. მოდი ერთ ამბავს კეთხვი. მოდი, რბოლა მოვაწყოთ. მე ამ გზით წავალ, შენ კი იმ ლამაზი გზით, სადაც ბევრი ყვავილია. ვნახოთ, ვინ უფრო მალე მივა. წითელ ქუდამ აღფრთოვანებით მიიღო ეს წინადადება. მგელი რაც ძალა და ღონე ჰქონდა, სწრაფად გაიქცა მოკლე გზით, რადგან მისი გეგმა უკვე გამზადებული იყო. წითელ ქუდა კი მხიარულად მიაბიჯებდა გრძელ გზაზე. ხან თიხილს კრებდა, ხან ულამაზეს ყვავილებს კრებდა და თაიგულებს აკეთებდა, ხან კი ლამაზ პეპლებს დასდევდა, რომლებიც ჰაერში მოფარფატებდნენ. ისეთი გულუბრყვილო იყო, რომ ვერც კი წარმოიდგენდა რა უბედურება ელოდა წინ. მგელი ბევრად ადრე მივიდა ბებიის სახლთან. მივიდა კართან და დააკაკუნა. ვინ არის? იკითხა ბებიამ. მგელმა თავისი ხმა შეცვალა და პასუხად ჩურჩულით თქვა. შენი საყვარელი შვილი ვარ, წითელ ქუდა. ბებია, რომელიც ლოგინში იწვა და სიცხე ჰქონდა, ვერ მიხვდა, რომ ხმა უცნაური იყო. შვილო, ურდული გასწიე და კარი გაიღება. უპასუხა ბებიამ. მგელმა ურდული გასწია, შევარდა სახლში, უმალვე დაეტაკა ბებიას და ერთყლუბად ჩაღლაბა. მგელმა სწრაფად ჩაიცვა ბებიის პერანგი, თავზე ქუდი დაიფარა, საბანში გაეხვა და
წითელ ქუდას დაუწყო ლოდინი. ცოტა ხანში წითელ ქუდამ, რომელმაც ყვავილების თაიგული შეკრა, ბებიის სახლთან მიაღწია. მივიდა კართან და დააკაკუნა. შიგნიდან ხმა გაისმა, მაგრამ უფრო ბოხი და უცნაური. წითელ ქუდას გულში შიშის ცივით ალღა გაუვარდა, მაგრამ თავი დაიმშვიდა და იფიქრა. ბებია გაციებულია და ხმაც ამიტომ მაქვს ასეთი. მან პასუხი გასცა. ეს მე ვარ, პაწია წითელ ხუდა, დედამ გემრიელი ქადა და ერბო გამომატანა. მგელმა, რომელიც ბებიის ტანსაცმელში იყო გახვეული, თავისი ბოხი ხმით უპასუხა. ორდული გასჭიე შვილო და კარები გაიღება. წითელ ქუდა შევიდა ოთახში და მგელმა რომ დაინახა, საბანის სახეზე აიფარა და უთხრა. მოდი, ჩემო პატარა. გოგონა მივიდა ბების ფორმაში გადაცმულ მგელთან ახლოს. მან მაშინვე შეამჩნია, რომ რაღაც უცნაური ხდებოდა და ჰკითხა. ბებია რა დიდი ხელები გქონია. ეს იმიტომ, რომ უკეთ მოგეხვიო, ჩემო გოგონა. ბებია რა დიდი ყურები გქონია. ეს იმიტომ, რომ უკეთ გავიგონო, ჩემო გოგონა. ბებია რა დიდი თვალები გქონია. ეს იმიტომ, რომ უკეთ დაგინახო, ჩემო გოგონა. ბოლოს წითელ ქუდას ყველაზე დიდი შიში მოეძალა, როდესაც მგლის უზარმაზარი კბილები დაინახა. ბებია რა დიდი კბილები გქონია. მგელმა სასტიკი ღიმილით უპასუხა. ეს იმიტომ, რომ უკეთ შეგჭამო. ამ სიტყვების თქმისთანავე მგელმა პატარა გოგონა გადაყლაპა და მძიმედ ამოიხვნეშა. სწორედ ამ დროს, როდესაც მგელი კმაყუთილი იყო თავისი გამარჯვებით, სახლის გარეთ მონადირემ ჩაიარა. მან უცნაური ხმაური გაიგონა. იფიქრა, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა და გადაწყვიტა შეემოწმებინა. როდესაც სახლში შევიდა, დაინახა მგელი, რომელიც ლოგინში უმოქმედოდ იწვა. მუცელი კი საოცრად ჰქონდა გაბერილი. ის მაშინვე მიხვდა, რომ ეს ის მგელი იყო, რომელიც სოფელში დიდ პრობლემებს ქმნიდა. მონადირემ იარაღი აიღო, მგელი მოკლა, მუცელი გამოფატრა და ბებია და წითელ ქუდა უნებელი გამოიყვანა. ყველა ბედნიერი იყო, რომ ეს საშინელი ისტორია კარგად დასრულდა. წითელ ქუდამ კი ისწავლა, რომ დედის და ბებიის სიტყვებს ყოველთვის უნდა დაუჯეროს და უცხო ადამიანებს არ ენდოს. გამოიწერეთ ზღაპარიყოს YouTube არხი.